გახლავს და მინდა უთხრა მე ვარ ადამიანი რომელსაც ღმერთი მიყვარს და ღმერთს უყვარვა და მე მინდა რომ იცოდნენ რომ მე მათ ოჯახის გვერდზე ვიქნები სანამ ცოცხალი ვიქნები ტრადიციის თანახმად მოვიგონიოთ მე არ ვიცი აქ როგორი წესია რა წესია მაგრამ წესია რომ ღმერთმა გაანათოს ოსმანი და ოსმანის სული დღეს ოსმანი მე აქ დამხვედრო და მაშინ სულ სხვანაირად იქნებოდა Çok sık görüşemiyoruz ama ben Face'den, Instagram'dan sürekli takip ediyorum. მე როცა ვამბობ რომ ესენი ჩემი შვილები არიან, ჩემი ძმის შვილები არიან. რა სიტყვის? რა სიტყვის? Neseliyorum bekliyorum. ჩვენ ქართველები ესეთები ვართ. ჩვენ ქართველები მოსიყვარული ხალხი ვართ, მოსიყვარული ერი ვართ. ამ ტერიტორიაზე ქართველები და ლაზები ცხოვრობენ. აგერ ბიჭები ჩვენ გავიცანით და როგორც უთხარით რომ ჩვენ ლაზები ვართ, ქართველები ვართ, არ ვიცნობდი ერთ ცენტრში მივედი და მინდოდა რომ დაერეკა რომ ჩამოვედი ოჯახისთვის მეცნობებია და შეხედე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ფეხზე დადგნენ საქაურმა ქართველებმაც და საქართველოში მყოფმა ქართველებმა ეს ვიცით უზომოდ ვიცით ადამიანის სიყვარული და მე ვარ კაცი რომელიც ამ ოჯახს არავის დროს არ დავივიწყებ და მინდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ურთიერთობა ეს არის ზედ გამოჭრილი ოსმანი აი ზედ გამოჭრილი ოსმანი მათესტოლია და ესეთი პატარები იყო როცა აქ მე მოვდიოდი და აი რამოდენა ბიჭი არის ახლა ეს და არის სასწაული ხალი ჩვენ სხვა სიყვარული გვაქვს მე ესეთი მეგობრები მართლა გეუბნებით იშვიათია რა Öyle arkadaşlar yok çok az var. Çok teşekkür. Დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ოსმანი არ არის მკვდარი, იმიტომ რომ მას ესეთი კარგი შვილები დარჩა. და ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით